მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი ალბათ რაც უნდა ვთქვა და ორი ფაქტორია მხედველობაში მისაღები, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით საკუთრების უფლებასაც დასუჭირდება და იმავდროულად ბუნებრივია აქცენტი უნდა გქონდეს გაკეთებული იმაზე, რომ უსაფრთხო არ არის ამ ადამიანების იმ შენობაში ყოფნა და მათივე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შენობის მდგომარეობა არ იძლევა იქ უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას და მეორე ფაქტორი, რა თქმა უნდა, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული მოვალეობა, ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ გარკვეული ნორმები მოითხოვს აუცილებლად დაცვას. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შემდგომში, ესე ვთქვათ, ნაბიჯები, მე შემიძლია ვისაუბრო დევნილთან მიმართებაში, დევნილებთან მიმართებაში. დევნილებთან მიმართებაში რაც შეიძლება ითქვას, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, ის არ არიან ყველა დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში არის 58, რაც იდენტიფიცირებულია. ეს მცირე ნაწილია, რა თქმა უნდა, მთლიანად აქ შესული ადამიანებისა და მათგან უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებელ უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული არამედ თუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. თბილისის მერი ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს შესთავაზეს ტერიტორიის დატოვება და 3 თვით ხირით გასვლა, თუმცა ეს არის მთავარი შიში ამ მოსახლეობის, ვინაიდან ისინი ამბობენ, რომ 3 თვის შემდეგ ისინი ქუჩაში დარჩებიან და ის თანხა, რომელიც შესთავაზა მათ მერიამ, იმისთვის რომ ბინები ექირავებინათ, არის არასაკმარისი, საუბარი იყო მათივე თქმით დაახლოებით 300 ლარზე.